დიმიტრი გელდოვანი ზოგადად ყველაზე კაი კაცის სინონიმი იყო და ახლა კეიდა ბატონო გელდოვანო 10 წუთით გავალო მე გულწრფელად გეუბნებით უყურებდი და ვიფიქრე ალბათ ტუალეტში წავაბეთქი და რა იყო საათახევრი ტუალეტში ყოფნა და იმ ტუალეტში რა გამოგცეს ამისთან რომ ეგეთ დებილობა გააკეთეთ თუ კი ადმინისტრაციული საჟელი შეიძლებოდა რატო არ მიაღებენ მე მინდა ხაზი გავუსვა იმას გავუსი კი ბატონო არა მე გავუსვა ეს კაცი უღირსებო კაცია ხალბატონი მედი თუ მარი ახალგაზრდა ხალბატონია და სხვათა შორის რა მეკ დიდი ბოდიში რა ამ ბავშვებს ნუ გამოყრით ხოლმე ამ თქვენი საპროკურატურიდან რა არის 25 და 27-ის ბაღნები რო გამოყავთ სირცხვილია არაკომპეტენტურობის და ტუპოების პროკურატურა ამ ხალბატონის მეშვეობით და ისედაც ზოგადად ამ ხალბატონების დისკრედიტაცია ხდება მე ნუ ახლა ეს მოთი არჩევანი პატარა ბავშვები ხო არ არიან მართლა შეიძლება ახალგაზრდები არიან ეს პროკურატურა როგორ აგზავნის თავის არჩევანს თვითონ აკეთებს ასეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ სასამართლოებს 173 ნაწილი უნდა გამოიყენებინა ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის არის მოქმედი ნორმა და როცა პროკურატურა ლაპარაკობს ეს ნორმა გაუქმდა იმიტომ რომ მიღებული იყო რაღაცა სხვა ის უბრალოდ იტყუება რა თუ არის ეს არის მისი პრობლემა მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი იმიტომ რომ ამ ნორმით ის ნორმა არ გაუქმებულა ის არის მოქმედი ნორმა არა არა ბაიხო ვიღაცა ბავშვები არის მართლა ბავშვები არიან და ისიც არ მოწონთ რომ ნიკა როგორ შვილოს ისე მიმართავდა ხა პატარა ბავშვები არიან მართლა და უბრალოდ ისიც არიციან რომ არ გამოაყენებინონ თავი რეჟიმს და ეს არის მათი პრობლემა მე მიმაჩნია რომ რეჟიმი ასეთ ხალხს ასამარებს რა იმიტომ რომ ასეთ ადამიანებს რომ მე სივში ექნებათ ასეთი საქციელი გამოურიცხავ რომ ისინი მომავალ საქართველოში რაიმე ფორმით როგორც იურისტები თავის რეალიზებას წავდნენ ადვოკატებად, მე გავიდნენ ბატონო ადვოკატებად, მაშინ მსოხედულობასაც შეცვლიან და უფრო კეთილ საქმეებს ესე ვთქვათ გააკეთებენ, ვიდრე აკეთებენ ახლა, იმიტომ რომ უბრალოდ იტყუებოდნენ რა. დღეს ძალიან ბევრჯერ ისინი ტყუილზე დავიჭირეთ, დავინახეთ, მოვისმინეთ ეს ყველაფერი და ახლა პროკურატურა ფაქტობრივად თელ თავის კამპანიას აგებს ტყუილზე და ეს პროცესი არ მთლიანად ხელოვნურად შექმნილი რა. ვიყავით ამ კომისიების თავმჯდომარები პარლამენტში, ხო ნიკაც იყო თავის დროზე, მე ვიყავი 2 წელი კომისიის თავმჯდომარე. არავინ არც ერთხელ სიცხლის სამართლის ნორმა არ გამოუყენებია ამ კომისიას არავის მოუსვლელობაზე. არ ყოფილა მაგის პრეცედენტი და როცა არის საშუალება ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების და სიცხლის სამართლის ნორმაც, გასაგებია რომ ის სიცხლის სამართლის ნორმა შეიძლება გამოიყენო, არ ვიცი, ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც კომისიაზე არ მოდის, მაგრამ ამავდროულად არის ქვეყნის ღალატში ჭმიტანელი ამ კომისიამ ამეთი ვერ დაადგინა, ვინ მოიპარა მილიონობით ფული. აი ბიძინა ივანიშვილი მაგალითად ნამდვილად ასეთ კომისიაზე რომ მოხვდება, მისი დაჭერა ალალი ექნება. ხო და აი როცა შენ არავინ არ გაგირბის, ნიკამ ერთი საჯელი მოიხადა ეს პოლიტიკოსები მანდატები დადეს დავით და შეიზღუდეს თავისთავი, ხო? წესით მათ შეეძლოთ თვალე დაეხუჭათ გაყალბებულ არჩევნებზე შესულიყვნენ პარლამენტში ამით იმუნიტეტი შეექმნათ ამ კომისიაში ისინი იქნებოდნენ უმრავლესობაში. ეს ჩემს სუბიექტურ აზრს შეიძლება გეწყინოს, მაგრამ ჯინაზე უნდა შესულიყო ყველა. იქ უნდა დაეწიოებინათ, იქ გაემართათ მუშტიკრივი ბოლო-ბოლო. მე აი რო უკვე ნუ მაგ იყო მორალური არჩევანი რა. მესმის ბიჭო ამორალურ ხალხთან ახლა გაქვთ ურთიერთობა პირიქით და ის ტრიბუნა უნდა გამოგეყენებინათ თქვენ. დათო შეიძლება მე მაგაში დაგთანხებოდი და მე თქვა რომ პრაგმატულად ეს სწორია, რო არა 22 წლის რუსეთ-უკრაინის ომი და ამათ ხადაჭერა რუსეთის სასარგებლოდ და ეს ბოლო არჩევნები ეს არ არის უბრალოდ ამათი გაყალბებული არჩევნები და დარღვევებით მოგებული არჩევნები, ეს არის რუსეთის სპეცოპერაცია. ჩვენ ამ შემთხვევაში მე მიმაჩნია არ ვაზრიადებს და მე დავინახე მოლდოვაში რა ხდებოდა და რუმინეთში რა ხდებოდა ახლა ხო თუ ეს იქნებოდა მარტო საქართველოსთან მიმართებაში ვიტყოდი რომ ეს არის არა რუსეთი არამედ აი ეს ამათმა ადგილობრივ დონეზე ასე რაღაცა დაალაგეს მაგრამ რეალური მოცემულობა იყო ასეთი რომ ამათმა თავისი სპეცსამსახურები ჩააბარეს რუსებს და სხვადასხვა მაგ პროცესი გრძელდება ახლა გადაჯგუფებები რომ მიდის ეს ყველაფერი ორიენტირებული ემაზე რომ საქართველოს სამხედროს პირადი საქმეები რუსებს ხო და ჩათვალე რომ მოდულის შენობაში რუსეთის სპეცსამსახურებია გადამწყვეტი რა. აქ უკვე არც ივანიშვილი და არც მისი გარემოცვა გადამწყვეტი სიტყვის მატარებელი არ არის. დღეს ქართული სპეცსამსახურები ემორჩილება რუსეთის ინტერესებს და ამ ვითარებაში ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა პარლამენტში შესვლა, იქ რაღაცა
კონფიგურაციების შექმნა ყოველთვის იგებს დებატებში. ეს ცნობილი აქსიომა არის პარლამენტში. რაც არ უნდა ბევრი ყოფილიყვნენ ისინი მართალ და სიმართლეს თქმენ, უფრო მეტი ფასი აქვს მაყურებლისთვის, ვიდრე ხომ არა მე ჩვენ გაგვიყვანე სამართლებრივი სივრციდან რა ეს პროცესი დაწყებული იყო აქამდე და მაგიტომ შესვლა შემთხვევაში ნიშნავს ამ სამართლებრივი სივრცის ხელოვნურად შექმნას მათთვის ეს რთული არჩევანი იყო მე არ ვამბობ რომ კატეგორიულად არასწორი იყო მეორე პოზიციას რომ შედით იქ ებრძოლეთ და რო უყიდები სწორი არიან იცი ტრიბუნის გამოყენება არის კარგი საშუალება. ჯერ კიდევ არა ყველა ტელეხაზი გადალახული. გეთახმები და მიშელი რომ მაშინ საუბრობდა ოპოზიციას ხელისუფლებას შორის, ის მაინც მოდერატორი იყო. ის მაინც ცდილობდა მედიაციას, ის არ ცდილობდა ყოფილიყო მხარე. მე რომ შევიდა ოპოზიცია ხო აუყირავეს ყველაფერი. ხომ არა, მაგრამ დღეს უკვე ევროპა და ამერიკა მხარე გახდა ამ დაპირისპირებაში. ოცნებამ ხაზი გაუსვა ივანიშვილმა რუსულმა სამსახურებმა ხაზი გაუსვას იმაზე რომ ჩვენ დასავლეთს აღარ ვაღიარებთ. გედევან რო შესულიყვნენ აი დაუკვირდი რა კონგრესმა რას მიიღო ამათ გაანადგურებენ ბიძინას დასვამენ ნოლზე ისინი სერიოზულ ომს იწყებენ ამათთან. მართლა გეუბნები და ჯობდა რომ პარლამენტში შესულიყავით სულყელანი. მე ვფიქრობ რომ დიდი ისტორიული შეცდომა დაუშვით სულყელამ და მაინც არის ამათ ცუდი დღეებით რა. საერთაშორისო რისხვა არა ცდებათ. მე ესე ვფიქრობდა რა ვიცი. მე მაინც ვუნდები იმას რომ ეს იყო ქართული ხალხის მიმართ გაწეული გარკვეული ჟესტი რატომ რო ძალადობდა ეს ხელისუფლება ძალადობდა ხალხზე 500 ბავშვი დალეწეს. ამათ გონიათ რომ მას შეარჩენენ აი ეს კრეტინი ვინც ციხრებს ურტყან დაწაკსო აუცილებლად დაიჭერენ აუცილებლად ფეხები დაკიდებენ მაგუბედურს არ შეიძლება სისასტიკა პატარა ერი ვარ და ერთმანეთს ეს სასტიკად არ უნდა ვექცეოდეთ მე არ ვიცი ეს აიდან გამოიჩეკნენ ეს ნაზირალები და ვიდგინდარები ანამ იმაზე შინაგან საქმეის როგორ წინავს ღამე მე მიგვირს რა ესეთი პირუტყვი თანამშრომელი ვყავდეს თავს მოვიკლავდი მე პირადად არის გონე პირიქით მაგ თანამშრომელს იმედად წინავს ქეთება ისტორია დაჟის მაგალ სოყალა დაჟის აი დედას კერცები ისტორიის კანონები რომ ხალხმა იცოდეს მათი ქცევა აბსოლუტურად სხვა ლოგიკით წავიდოდა ალბათ სწორი ხარ. გედი, მადლობა რომ ჩემი სტუმარი ხარ. მე მართლა მე ამაყება რომ აი ეგეთი პრინციპული ხარ შენ პირადად და თქვენი გონდი და საერთოდ ოპოზიცია ყოველთვის მართალია ხელისუფლებასთან. მით უმეტეს ბიზნეს ხელისუფლება, რა ხელისუფლება, მომხეჭელები და თაღლითები და მართლა ეს გელოვანები არიან. დიმიტრია გელოვანიო. ბატონო დიმიტრი, ამაღამ ძალიან გთხოვთ იფიქრეთ რა, ნუაკეთებთ ეს. გონია, ბიჭო, არა, არის სიცხვილია 10 წუთით გავალო და საათ ნახევარი გალოდილად. იფიქრა. ეს სადიზმია, იცი? არა, სერიოზულად. მედიაციათო და მე თქვია. ნუ ეთქობა კალკულაცია იყო, რამდენს მოგცემთ რომ დასვათო. ჯადაბას თქვენი თავი გელოვანებო ისეც გიტეხიათ მაგრამ ისტორია მე ძალიან კაი გელოვანს ვიცნობ ასე რომ გვარს ამ შემთხვევაში გამოვესარჩელები ყველანაირად გელოვანი არის ის რა ქვია გედევან მე შენ მოგმართავ ყოჩავთ მე რომ ამდენს უძლებთ რა ვიცი მე პირადად არასოდეს არ მეფიქრია პოლიტიკაში სასვლა და არც მაინტერესებს მაგრამ ეს აი მართლა გეუბნები რას პარიში მოხდა გული მიგზნობს რომ გამეორდება აქ გული მიგზნობს რომ ყველა ვიტრინას დალეწავენ თან საქართველოს გადალეწავს ხალხი თუ გაამწარეს და ესენი გაამწარებენ ხალხს და მივა აქამდე საქმე. უბრალოდ ეს არ მინდა რომ მოხდეს. მაინც უბრალოდ თუ მაყურებელი შემოგვჭა კიდე ყველასთვის ვიტყვი რომ 22-ში ზურა ჯაფარძის პროცესია და გონია ძალიან პრინციპული პროცესია და მოგიწოდებთ რობასაზია საფრთხეების სამი მახსოვს მაგრამ ინტერნეტში მოიკითხეთ შედით აქტიურად და აუცილებლად იქ ვიყოთ რა სასამართლოს ეზოში თუ ბევრი ვიქნებით და ერთმანეთს დაველაპარაკებით ეს იქნება ძალიან კარგი ჟურა იმსახურებს იმას თავისი პიროვნული თვისებების გამო არა წესიერი ადამიანია და აქ თავისი ხედვები ბევრ რაღაცაში მე და ჟურა თანამოძრები არა ვართ მაგრამ მე პატივს მაგ ადამიანს თავისი პოლიტიკისადმი და ცხოვრებისადმი დამოკიდებულების გამო და ძალიან დიდი უსამართლობა ისაც მის მიმართ ახლა ხორციელდება და თუ დაიჭერენ ეს იქნება ძალიან დიდი ბოროტება. ამიტომ მოგიწოდებთ 22-ში ვიყოთ ერთად საქალაქო სასამართლოში და 26-ში რუსთაველზე ვიფიქროთ რადიკალიზაციაზე. მოდი ერთ ეს იქნება
სწორი გადაწყვეტილება. მადლობა ამ განცხადების და ბიზნეს მინდა უციგრური კაცია და არის ფიდელ კასტრო რო დაიჭირეს ფიდელ კასტრო უთხრა ჩამსვან ციხეში და მე ნახოთ რაც მოხდება და დამიჭერეთ ხალხო ძალიან ზაფრიშურიზება იყო ყველა გაყარეს იმ კლუბიდან ესე მოგიწევთ თქვენ აი მე ბიზნეს ვეუბნები რა ჩასვა მამად ციხეებში ნახვა რა და თუ გეთახმებით დაჭერები არანაირი ეფექტი არ შეიძლება იყოს რა ბომბებს თვითონ ამზადებენ ხალხის რისხვას იწევენ და მიიღებენ ალბათ მე რუსთავაზე პარიზს მადლობა ამ საუბრისას მადლობა ხალხო რო გისმენთ გემშვიდობებით ყველამდე კარგად